4 დეკემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს, რომელიც წლის 12 დიდი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია დილიდანვე ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. სადღესასწაულო წირვა სიონის საპატრიარქო ტაძარში 10 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღასრულებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დღე დასაბამია საუკუნოდ დაფარული საიდუმლოების აღსრულებისა და მესიის განკაცების მომასწავლებელი. დედა ღვთისმშობელი გამორჩეული არის ყველა ადამიანში თავისი წმინდით. მასზე რაც არის გადმოცემული, რაც არის დაწერილი, მიუთითებს, რომ ის ხო უდიდესი სიწმინდის მატარებელი, თავისი სულიერების, თავისი პატიოსნების, თავის არათუ მოქმედებაში აზრშიც კი უარყოფითი რაღაცა ნებადი აზრები არ მოდიოდა მასთან. ესე იგი, ის იყო აბსოლუტურად დიდი სიწმინდეში მყოფი ადამიანი, რომელშიც შემდგომ დაივანა უფალმა. მისი 8 წლის მეშვეობით მოხდა მაცხოვრის განკაცება. რომ ის რო არ ყოფილიყო ასე სიწმინდისა, არ მოხდებოდა მასში განკაცება. ესე იგი, ეს გამორჩეული ადამიანი არის მთლიანად კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც გამოარჩა უფალმა, რომ მასში დაემკვიდრებდა უფალი. ასე რომ ეს დღესასწაული არის ძალიან დიდი, ეს არის ერთ-ერთი დღესასწაული, რომელიც ამზადებს უკვე უფალი იმას, რომ უნდა მოვიდეს მესია და განკაცდეს და უნდა მოხდეს შემდგომში გამოხსნა კაცობრიობის. ამიტომ ეს დღე არის ძალიან დიდი დღესასწაული და ყველა ვინც მორწმუნე არის, დიდი სახელით უნდა მიეგებოს ამ დღესასწაულს. წმინდა იოაკიმემ და ანამ 50 წელი იცოცხლეს ისე, რომ შვილი არ მიეცათ, რის გამოც ისინი უამრავ შეურაცხმყოფასა და ქილიქს იტანდნენ. ბოლოს უფალმა კეთილმორწმუნე ცოლ-ქმრის ლოცვა შეისმინა და მათ ასული შეეძინათ. წმინდა ანას აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ თავის პირმშოს უფალს შესწირავდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებმა ერთადერთი ასული 3 წლის შესრულებისთანავე იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ებრაული ტრადიციით ეკლესიაში ერთად ცხოვრობდნენ ქვრივები და ქალწულები, რომლებსაც უფლის მსახურების აღთქმა ჰქონდათ დადებული. ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანებისას წმინდა იოაკიმესა და ანას სასულიერო პირები შემოეგებდნენ. ეკლესიაში შემავალი გზა 15 საფეხურიანი კიბით სრულდებოდა. 15 საფეხური სიმბოლურად მიანიშნებდა მარტის 15 რიცხვს, როდესაც ებრაელებმა დაიწყეს ეგვიპტიდან გამოსვლა. ტაძარში სალოცავად მისული მორწმუნე ყოველ საფეხურზე საგანგებო ლოცვას ამბობდა და ისე ადიოდა შემდგომ საფეხურზე. დედამ ღვთის მომავალი მშობელი პირველ საფეხურზე დასვა. მან კი ყოველგვარი დახმარების გარეშე კიბე აიარა და ტაძარში შეაბიჯა. მღვდელმთავარმა ყოვლად პატიოსანი ქალწული შეიყვანა წმინდა ადგილას, რომელსაც წმინდათა წმინდა ეწოდებოდა და იქ არათუ ქალის, არამედ სასულიერო პირის შესვლაც კი იკრძალებოდა. მხოლოდ მღვდელმთავარი ისიც წელიწადში ერთხელ შედიოდა. დანაპირების შესრულებით გახარებული წმინდა იოაკიმე და ანა იერუსალიმიდან 3 დღის სავალზე მდებარე პატარა ქალაქ ნაზარეთში დაბრუნდნენ. ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ, რადგან მათი მხოლოდ შობილი ქალწული ტაძარში მსახურებით ღმერთს ადიდებდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. უმაღლეს სასწავლებელში კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების რიგით მეხუთე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნულ დარგში წლის მიღწევებზე ისაუბრეს და მიმართულებით საკუთარი მოხსენებებიც წარადგინეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში ქართველ ექიმებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის დარგის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი და მთავარ მიზანს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. შეიკრიბნენ საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრები, რომლებიც განიხილავენ მიღწევებს და შემდგომ ამოცანებს. აქვე საინტერესოა ისიც, რომ ეს შეთანხმება ყოველთვის საერთაშორისო მონაწილეობით არის და დღეს რამდენიმე სპიკერი, საკმაოდ ცნობილი სპიკერი დიდი ბრიტანეთიდან გააკეთებს მოხსენებებს ამ კონფერენციაზე გარდა ქართველი ონკოლოგებისა. ძალიან დიდი წარმატება კანცერ რეგისტრის დანერგვა საქართველოში, მისი პირველი ანალიზი, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგის შემდგომი განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებები, როგორც არის პერსონალიზირებული მედიცინის შემოღება, როგორც არის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის ფართოდ დაფინანსება უკვე საქართველოში პაციენტების
მიღებისათვის. გარდა ამისა, ყოველწლიურად ჩვენ ჩამოგვყავს მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგები, რათა მათ გაუზიაროთ ჩვენი მიღწევები და გავიგოთ მათგან რა მიღწევები აქვთ. ძალიან საინტერესო კონფერენციაა და მოხარული ვარ, რომ მასში მონაწილეობას ვიღებ. ჩემი მოხსენება კოლორექტული კიბოს ოპერაციას ეხება. ამასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელებულ მიღწევებსაც წარმოადგენ. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოს ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებული ქართველი ფერმერების მიღება გამართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მიური ნოზაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ვან ლიანბომ გახსნეს. პროექტის მეშვეობით სასათბურე ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებში საქართველოსა და ჩინეთის 300-მდე ფერმერი და დაინტერესებული პირი გადამზადდა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფინანსებით აშენდა საკუთარ მასშტაბური სასათბურე მეურნეობა, სადაც არის ყველა წინაპირობა იმის, რომ დაინტერესებულ პირებმა გაიარონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება. უკვე გადამზადებულია დაახლოებით 300-მდე ბენეფიციარი. მე მინდა ასევე აღვნიშნო სიამოვნებით, რომ როცა პროექტი დამთავრდება, ეს მთელი ინფრასტრუქტურა, აქტივები გადაეცემა სამეცნიერო კვლევითი ცენტრს. გაზაფხულზე დაგეგმილია სამომავლოდ მრავალი ფერმერის გადამზადება, როგორც ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ასევე შენახვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რასაც ვფიქრობ ძალიან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, გამომდინარე იქედან, რომ რაც აკლია ჩვენს ფერმერებს, ახლავთ ის, რომ ნაკლები ცნობადება მოყვანილი პროდუქციის შენახვის უნარიანობის გრადობასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ეს სამომავლო ურთიერთობები მომავალში წარმატებულად გახორციელდება. განათლების სამინისტროს ინიციატივით შემაჯამებელი ღონისძიება ეროვნული სასწავლო გეგმა განვითარება და დანერგვა გაიმართა. როგორც ცნობილია 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში უკვე მესამე წელია ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფონდ ინოვეს ექსპერტები კონსულტირებას უწევენ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფებს. ამ ეტაპზე დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხური, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის პროექტები მომზადებულია. ჩვენ დღეს შევაჯამეთ პროდუქტის მნიშვნელობა, მისი ხარისხი, სად ვართ დღეს და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მომავალი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში. თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ჩვენ ორიენტირებული ვართ უკვე საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე და რა თქმა უნდა, მომავალშიც ეს თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ გქონდა წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და ესტონეთის განათლების სამინისტროებთან. ასევე გაეროს ბავშვთა ფონდთან. უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი და ზოგადად პროცესი, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმა აყალიბებს ჩვენი ბავშვების მომავალს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ ქართველ კოლეგებს წარმატებისა და დაშვებული შეცდომების შესახებ. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი ამ პროცესის მონაწილე. სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ბულინგისა და ძალადობის თემაზე სპეციალურ ტრენინგებს გადიან. მოდულის კურსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ამ ეტაპზე 324 პედაგოგი გადამზადდება. დასრულების შემდეგ კი მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირების. ასევე საკლასო ოთახებში სკოლასა და საზოგადოებაში ბულინგის პრევენციის ხელშეწყობაში მიიღონ მონაწილეობა. რამოდენიმე კვირა უკვე მიმდინარეობს ეს ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დიდი ნაწილი გაივლის ამ ტრენინგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გარკვეულწილად ჩვენს მიერ ჩატარებული ტრენინგი, მათ მიერ ათვისებული ეს თემა
ხელს შეუწყობს შემდეგ სკოლაში ამ პრობლემების დარეგულირებას. ძალიან ბევრ კვლევას ვამუშავებთ, თუ როგორია ბულინგის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში, ვისაუბრებთ ტოლერანტულ გარემოზე, ვისაუბრებთ კონფლიქტების მართვაზე, სტრატეგიაზე კონფლიქტების გადაჭრის და ყველა იმ თემაზე, რომელიც ამ მიმართულებით სკოლაში სამუშაოდ არის საჭირო. სწორედ აი ამ ტრენინგის საშუალებით ჩვენ ვისწავლით თუ როგორ უნდა ასე ვთქვათ აღმოფხვრათ სკოლაში ბულინგი, რა მეთოდებია არსებობს ზოგადად და აი ეს მეთოდები როგორ უნდა მივიტანოთ სკოლაში და ის ბულინგი რაც საკლასო გარემოში არსებობს, ეს ბულინგი ზოგადად იქნეს აღმოფხვრელი და ასე ვთქვათ ტოლერანტულ განვითარებას შეუწყოთ ხელი. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ არტგენის მერვე ნომრის წარდგინება გაიმართა. როგორც ჟურნალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამრიკო მელიქიშვილმა აღნიშნა, ახალ ნომერს საინტერესო რუბრიკები და პუბლიკაციები დაემატა. ერთ-ერთი რუბრიკა საოჯახო არქივს ეთმობა და მკითხველს ოჯახებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, რელიქვიებს, ისტორიებს და სხვა სახის საინტერესო მასალებს აცნობს. ჟურნალში ასევე შეხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი გახმაურების გარეშე ქმნიან უნიკალურ და საინტერესო ნამუშევრებს. ფესტივალმა არტგენმა 13 წლის განმავლობაში უამრავი ასეთი ადამიანი აღმოაჩინა. როგორც ამბობენ, ჟურნალის დაფუძნების იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. გამოცემის მერვე ნომერი ეროვნული ბიბლიოთეკისა და TBC ბანკის მხარდაჭერით გამოიცა. პატარა პაუზის მერე ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოხდა ჟურნალის ისევ განახლება და იმ ტრადიციულ რუბრიკებს, რომელიც როგორც ფესტივალის ყველა აქტივობას ეხებოდა და ფესტივალის ფარგლებში გაცნობილ ჩვენს მიერ ხალხისთვის წარდგენილ ოსტატებს თუ ფოლკლორისტებს ეხებოდა, დაემატა როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული საინტერესო არქივი, რამაც გაზარდა თვითონ ფორმატი ჟურნალისა, ასევე კვლავ განვაგრძეთ საოჯახო არქივი, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა იმ მხრივ, რომ ეს არის ნიმუში იმისა, ყველასთვის უცნობი ადამიანები, როგორც ჩუმად წყნარად ცხოვრობდნენ და თავის ქვეყნისთვის ღვაწლს წევდნენ იმისთვის, რომ აი ესე უხილავად თავისი ქვეყანა წარმოეჩინათ თუ ეზრუნათ და ეს იქნებოდა პატრიოტული, ლიტერატურული თვალსაზრისით, თუ უბრალოდ მოგზაურობები, რომელიც ისედაც საინტერესო არის. დღეს არის ჟურნალ არტგენის პრეზენტაცია, რომელიც ახალი ნომრით წარსდგება მკითხველის წინაშე. ეს არის ფოლკლორული პროექტ არტგენისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ნაწარმი და ჩვენ ერთად მომავალ წელსაც რამოდენიმე ნომერს გამოვცემ. ჟურნალში განთავსებული იქნება ფოლკლორული ფესტივალი არტგენის შესახებ სტატიები და ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტების შესახებ იქნება ფართოდ გაშუქებული ამ ჟურნალში და ვფიქრობ ძალიან საინტერესო სტატიები იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალი ვრცელდება უფასო და საკმაოდ მაღალი ტირაჟით გამოიცემა, ასე რომ ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება. სცენაზე ფერეიდნელი ქართველები დგანან და ქართულ ხალხურ სიმღერებს ისეთივე მაღალ პროფესიონალიზმით ასრულებენ, როგორც გამოცდილი ანსამბლები. თუმცა მათ სიმღერის შესასწავლად მხოლოდ ერთი თვე ჰქონდათ. დღეს ილიას ბაღის დარბაზში გამართულმა ფერეიდნელი ქართველების კონცერტმა მაყურებელში ემოციები და დიდი სიხარული გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 12 ფერეიდნელი ქართველი საქართველოში პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ზოგი მათგანი საკუთარ მშობლიურ მიწაზე პირველად იმყოფება. ერთი თვის განმავლობაში მათ ქართული ენა და ხალხური სიმღერები და ცეკვები შეისწავლეს. ამასთანავე იმყოფებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და უფრო ახლოს ეცნობოდნენ იმ ტრადიციებსა და კულტურას, რომელსაც 400 წლის წინ საკუთარი ნების გარეშე მოსწყვიტეს. პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაფინანსდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს არ იყო ერთჯერადი პროგრამა და მომავალში ასეთ პროექტებს უფრო დიდი ინტენსივობით განახორციელებენ. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, როდესაც ამ ინიციატივის შესახებ პრეზიდენტმა მიიღო ინფორმაცია და უყოვნებლივ გადაწყვეტა პროექტის დაფინანსება. პროექტი ითვალისწინებს ფერეიდანთან ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების ახალგაზრდების ჩამოსვლა საქართველოში და პროექტი მთლიანად ემსახურება მათ მიერ ინიცირებულ სურვილებს, რომ შეისწავლონ მათ ქართული ენა, შეისწავლონ მათ ქართული ფოლკლორი, გაეცნონ ისინი ქართულ კულტურას და
დროის გარკვეული პერიოდი გაატარონ საქართველოში. ეს პროექტი დაიწყო მაშინ, როდესაც მე ჩავედი ფერეიდანში და იქაურ ქართველებს ჩაუტანე წიგნები, ეს იყო შაშარ მაისში, შემდეგ მათ სთხოვეს რომ დავხმარებოდი ქართული ენის შესწავლის საკითხში და როდესაც ჩამოვიდი დავწერე პროექტი, პირველი პროექტი ჩვენ ჩავატარეთ 2 თვის მანძილზე ვასწავლეთ 12 ფერეიდანს ქართული ენა და ხალხური სიმღერები, ეს იყო ამ წლის ივნის-ივლისის თვეში და როდესაც იმ პროექტის ფარგლებში შევახვედრე საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს იმდენად მოეწონა ეს პროექტი, რომ გადაწყვიტა რომ თვითონ დაეფინანსებინა შემდგომი პროექტი და აი სწორედ ეს პროექტი, რომელსაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს, არის დასკვნითი ღონისძიება დღეს. მე პირველჯერ არ არის ჩამოსვლა საქართველოში, ნამყოფი ვარ, მე მგონა მესამეჯერი აქ ვარ. ადრე ორჯერ ჩამოსული ვარ და ახლა მესამეჯერი. ამ ჯგუფის წევრებში ვარ 12 კაცი რო ჩამოსული ვარ საქართველოში და ჩვენ სწავლობთ აქ ქართული ენას, დედაენას, ქართული ცეკვა, ქართული მუსიკა და ჩვენ თინა დავამეტეთ ბატონოზიაც თხოვეთ დავამეტოს ცეკვას კლასი ცეკვას სწავლა გაკვეტილი. ხო ალბათ ერთი თვეში არ შეიძლება ვისწავლოთ კარგად და მაგრამ ხო ისიც კაია რომ პირველი რაღაცები ვისწავლოთ ცეკვასი. ჩვენ ფესვები ძალიან კარგად ვხდების, ვინც ახლა სადაც გამზირში ქუჩაში ვინც გნახავს მაღაზიაში ვაიმე ფერედნელი ქართველები ძალიან უხარიან რომ ჩვენ ჩამოსული ვართ ახლა აქაც რამდენი ხალხი მოსულან ჩვენ დავპატიჟეთ ვინც რომ ბატონოზვიადი არ ვინ არ იცნობს ახლა მაღაზიაში ან ქუჩაში ვნახეთ გუგუცნად ახლა მოსულან აქა ძალიან დიდი პატი გცემს ჩვენ ძალიან დიდი პატი დიდი მადლობა ყველასთვის ვინც აქ პატი გცა ვინც აქ ჩვენ ჩამოგუყვანათ მინდა ჩამოვიდე საქართველოში რომ ამ ჯგუფთან ქართული დედაენა ვისწავლო და ცეკვა რო ვისწავლო ჩემ მეგობრებსა და ვასწავლო ქართული რომ დედაენა არ დაიმიწყო. პირველაჯერია ჩამოსული ვარ საქართველოში, ჩემი სამშობლოში და რაღაცები წავედი სკოლაში და წერა და კითხა და ცეკა და მღერვა და რაღაცები ვისწავლე და დღესაც მოსულ ვართ MS ბაღში რომ ეს ჩვენი ისები რომ გუსწავლად ესე ვიღა იქ კონცერტი ჩავატაროთ. შემოდგომა 2016 ამ სახელწოდების გამოფენას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მასპინძლობს. ექსპოზიციაზე სხვადასხვა ეროვნების 72 მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა კატალოგიც, რომელიც გვაცნობს ძველი და ახალი თაობის მხატვრების ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს. გამოფენა ფოლკლორის ცენტრში 9 დეკემბრამდე დარჩება. ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება ფოლკლორის ცენტრსა და ამ შემოქმედებით ადამიანებს შორის და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა გააცნოს საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოება.